რატო ქვია ამ ადგილს ქედელი. დილამშვიდობისა. როგორ ძანდებით? მე ნინო ვარ, ჯაფარიძე თქვენი მეგობარია, American Friends of Georgia. მოკლედ ჩვენი ორგანიზაცია 99 წელს დაფუძნდა და ბელგიაში ვიცხოვრე რამდენიმე თვე, იმისთვის რომ გამეგო რა იყო თანაცხოვრება ინტელექტუალური შეზღუდვების მქონე ადამიანებთან. მას მერე რაც გადავწყვეტეთ რომ მსგავსი ტიპის ორგანიზაცია გაგვეკეთებინა, გადმოვსახლდით და 2012 წლამდე ცხოვრობდით ქედელში. ძალიან დიდი მადლობა რომ მიგვიღეთ. ჩვენ ვართ თქვენი მეგობრები. ბეკა, ნინო, გიორგი, თამუნა, სოფო, ლაშა ონიანი, თქვენ რუსო, გადასარევი, თქვენ ბატონო? გიორგი. მოგწონს აქ? კი. და რა გინდა რომ აი აქ შეცვალო და რა გინდა რომ აი აქ უკეთესი იყოს? არაფერი. ისე მომწონს აქაურობა, არ მინდა არაფერი შეცვლა. თბილი ძალიან მიყვარს დედა. არა, დედა კი არა. ჩახუტება მიყვარს ძალიან. და ეს და ქარი ვინმე ვინც გეხუტება? კი. ვინ? დედები. ოჯახი? ოჯახი. მამა ჩემი გადამიცვალა და დედა ჩემი. ვერა. არ უყვარმა დედა ჩემს. რატო? არ ვიცი.
მაღლა ვცხოვრობ, იცით, აი ის ხოა. იქ ვცხოვრობ მე. მაღლა. როცა დიდი გავიზრდები, ჩემი ეს მექანა. რა ქვია? რაღაცებს გავაკეთე. არ ვიცი. რო წვები კამერაზე ოცნებ. არაფერს. მიძინებ. დაიბანე ხელები. კაი, დაისვა ცოტა. ეს ადამიანები რომლებსაც აქვთ ურთულესი ცხოვრება ბავშვთა სახლებში გატარებული, ურთულესი ადამიანის ყოველგვარი ღირსება შელახული ცხოვრებით იცხოვრეს და მიუხედავად ამისა ადამიანებს შეერցათ სიყვარულის, თანადგომის, სიტკბოს, ყველაფრის უნარის, იმ მიმტევებლობის, ანუ ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანობას სწავლობ. ასეთ სიყვარულს, ასეთ მხარდაჭერას ვერ პოულობ ვერსად. ეს ნიმუშები რაც იქმნება, ესენი ცეკვაზე არიან, ხო, ვინც ქსოვენ, ხო, ცეკვაზე არიან წასულები. ეს არის რაც გამოგიგზავნეთ, აი ეს ძირითადი ნაწარმი, რომელიც იქსოვება აი ამ დასგაზე. თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ, ეს ადამიანები ქმნიან ამ თოჯინებს? ვინც ამას აკეთებს, იცის რომ მისი საქმიანობაა და ეს მაგალითად ორშაბათს დაიწყო. ორშაბათს დაიწყო. კი და კვირის ბოლოს დავიწყო. კვირას დაამთავრებს. და ძირითადად რა მასალისგან აკეთებენ? ეს არის ნამდვილი შალი. ბამბის ძაფები არის. ბამბის და შალის.